23 წლის წინ 2022 წლის 24 თებერვალს კიევის დროის დილის 5 საათზე რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი კიევის წინააღმდეგ. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის 24 თებერვლამდე 10,000-ობით ადამიანი შეეწირა ომს, რომელსაც კრემლი აწარმოებს ამ 3 წლის განმავლობაში. მილიონობით მოქალაქისთვის, უკრაინელი მოქალაქისთვის კი ცხოვრება შეიცვალა, ზოგიერთი მათგანი ემიგრაციაში, ზოგიერთ მათგანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა და ქვეყნის დატოვება, ნაწილს კი შიდა მიგრაცია უკრაინის ერთი ტერიტორიიდან მეორე ნაწილში. კრემლის მიერ წარმოებული ომის შეფასებები ბევრნაირად შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტებს, სპეციალისტებს ამ მიზნით და ამ მიზეზით შეიკრიბნენ მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის არის ერთ-ერთი წერტილი თბილისი. უკრაინის საელჩოდან ცოტა ხნის წინ დაიწყო სოლიდარობის აქცია უკრაინის მოსახლეობის და ქვეყნის მხარდასაჭერად. თითოეული მათგანი საუბრობს ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე. ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, მაშინ შემდგომი სახელმწიფო ამ აგრესიის სამიზნე შესაძლოა გახდეს პოლონეთი, ბალტიისპირა, რომელიმე ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა და მათ შორის საუბრობენ საქართველოზე რუსული აგრესიის შესახებ. აქციის მონაწილეები ამ წუთებში იმყოფებიან ჭავჭავაძის გამზირზე, ისინი უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მიემართებიან თავდაპირველად ტარას შევჩენკოს ძეგლის მიმართულებით, სადაც ასევე იმართება სოლიდარობის აქცია. შეგვიძლია ახლა მოვასმინოთ უკრაინის საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეკრებილთა აქციის მონაწილეების კომენტარებს მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში, რათა ვაჩვენოთ ყველას, რამდენად ძლიერი ვართ. რომ არავის ეგონოს, რომ ნებისმიერ შეუძლია ჩვენს სამშობლოში შემოჭრა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მან ჩვენს ქვეყანას უამრავი ტკივილი მიაყენა. მან პასუხი უნდა აგოს თითოეული მოქალაქის დახვრილი სისხლის გამო, თითოეული უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლისთვის და ჩვენი სამშობლოს თითოეული დამცველისთვის. ეს უკრაინა არის და მისი მეომრები არიან ევროპის ფარი, ევროკავშირის ფარი, დემოკრატიის ფარი და ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ დემოკრატიულ სამყაროს იმ დიდი ბოროტებისგან, რომელსაც ქვია რუსეთი და რუსეთის ბოროტი იმპერია. ამიტომ ვის თუ არა ქართველებს უნდა გქონდეს გაცნობიერებული რამხელა არის 8 წელი უკრაინის იმაში, რომ ისინი იბრძვიან ჩვენი მტრის წინააღმდეგ, თუმცა მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქართველი მებრძოლები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ აღვნიშნო ის მებრძოლები, რომლებიც დღემდე და დღესაც გმირულად იბრძვიან ფრონტზე და ჩვენ შეუძლებელია, რომ ეს ხალხი, ეს ადამიანები არ გვახსოვდეს, არ ვაფასებდეთ და არ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმტკიცით, ამ გმირობით და თავდადებით, რასაც უკრაინელი ხალხი იჩენს, აუცილებლად დადგება საბოლოო გამარჯვება და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად დღევანდელი პოლიტიკური მთელი სურათის, მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტის უცნაური დამოკიდებულების, ესე რბილად რომ ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის იმპერია დაინგრევა. რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში 3 წლის განმავლობაში, როგორც გითხარით, 10,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით მოქალაქე კი დევნილად აქცია. გაეროს ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად 13,000-მდე მოქალაქე არის დაღუპული უკრაინაში 3 წლის განმავლობაში, თუმცა ეს მონაცემები უკრაინული მხარის ცნობით არ ასახავს იმ ზუსტ სურათს, რაც ხდება ქვეყანაში, რადგან არ არის აღრიცხული იმ მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც დაიღუპა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქვეყნის მეხუთედი 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ ჯამში არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. კრემლის სისასტიკე განსაკუთრებით ახსოვთ ბუჩაში, კიევის რეგიონში, სადაც ასობით ადამიანი სასტიკად მოკლეს და
ამის შესახებ ცნობები და კადრები მთელი მსოფლიოს განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ომის პირველი თვეების განმავლობაში. ომმა ასევე სერიოზული ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა, დაზარალი მიაყენა უკრაინას, ათობით და შეიძლება ითქვას ასობით დასახლება არის სრულად გაანადგურებული, მათ შორის მარიუპოლი და ქალაქი ბახმუტი, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს უკრაინისთვის, მიწასთან არის გასწორებული. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით 10 წლეულები დასჭირდება და მილიარდობით ევროს ოდენობის თანხის დახარჯვა იმისათვის, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამხედრო ინფრასტრუქტურა აღდგეს სრულფასოვნად. მიუხედავად რომ რუსეთი დღემდე არ აღიარებს, რომ ის აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში და ამას ეძახის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთს აქვს დიდი დანაკარგი ამ ომის განმავლობაში და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით 10 წლის განმავლობაში საბჭოთა ჯარს ავღანეთში იმდენად არ განუცდია არც ცოცხალი ძალის დანაკარგი, როგორც ეს მოხდა უკრაინაში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. მართალია 2022 წლის 24 თებერვალი ითვლება სრულმასშტაბიანი ომის დაწყების თარიღად უკრაინაში, თუმცა კრემლმა მანამდეც დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და გამოხატა აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. ეს ყველაფერი კი დაიწყო 2014 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსიის და შემდგომ რეფერენდუმების ჩატარებით მოახდინა ნახევარკუნძულის ოკუპაცია. შემდგომ კი დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაცია, რაც ომში გადაიზარდა. უკვე 8 წლის შემდგომ ამ კონფლიქტის დაწყებიდან კი ომმა ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო და დღემდე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება არაერთ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა ომის მიმდინარეობისას. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით არის გააქტიურებული რუსული არმია შეტევების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაზე, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინი და კრემლი არ არიან მზად საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად არც უკრაინაში და არც გლობალურად და როგორც თქვენ მოისმინეთ აქ შეკრებილი საზოგადოებისგან, ისინი საქართველოს და ზოგადად ევროპულ კონტექსტში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია უკრაინამ ამ ომში გამარჯვება მოიპოვოს, დაიბრუნოს ის დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა არა მხოლოდ ამ 3 წლის განმავლობაში, არამედ უკანასკნელი თითქმის 11 წლის განმავლობაში. მე ასევე გეტყვით, რომ 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინის ომში, რომელიც იბრძოდნენ არა მხოლოდ უკრაინული ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და სწორედ მათი ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებიან დღევანდელ ამ სოლიდარობის მარშზე, რომელიც აი ამ წუთებში იმართება საქართველოში უკრაინის საელჩოს ტერიტორიიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით და შემდგომ ყოველდღიურ აქციას შეუერთდებიან აქ მყოფი აქციის საპროტესტო მცდელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან. ახლა დაგიტოვებთ კადრებს უკომენტაროთ და განახებთ თუ რა ვითარება ამ საპროტესტო მარშზე. საპროტესტო შეძახილები ისმის, მათ შორის დიდება გმირებს, დიდება უკრაინას, მოქალაქეები მოსულები არიან უკრაინის დროშებით, აქ არიან ის პირებიც, რომლებიც 2022 წლის აგრესიის შემდგომ უკვე ჩამოვიდნენ საქართველოში და როგორც ისინი აცხადებენ, მეორე სახლად მიიჩნევენ თბილისს და საქართველოს აი ამ ომის შემდგომ და მიიჩნევენ, რომ საქართველო მათ ღირსეულად დახვდა და თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.